გამარჯობა, ვანო ზირაქიშვილი, თადარიგის ოფიცერი ჩვენთან ერთად. ვსაუბრობთ იმ პროცესზე, რომელიც ვითარდება მეზობელ ირანში, საკმაოდ ინტენსიურად და ჩაწერის წინ იმაზე ვსაუბრობდით ზუსტად, რომ პიკია თუ პიკი გადავიდა. რა პროცესში ვართ? ამჟამად ეს არის პროტესტის პიკი, თამამად შეიძლება ითქვას. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ოსტანი ჩართულია პროტესტში და 185 ქალაქამდეა უკვე დათვლილი, რაც სავსეა ხალხი ქუჩებში გამოსული, მიუხედავად იმ სისხლისღვრისა, რაც დაატრიალა აიათოლას რეჟიმმა. საუბარი დაახლოებით 10,000 და ცოტა მეტ მსხვერპლზე. სხვადასხვა ინფორმაციით, თუმცა ამის გადამოწმება ხო ძნელიც არის, თვითონ საინფორმაციო საშუალებებს უჭირთ გამომდინარე იქიდან, ყველას ცნობილია, რომ შეზღუდულია ინტერნეტი, ფაქტობრივად გათიშულია და ალაგ-ალაგ Starlink-ის საშუალებით ახერხებს მოსახლეობა კავშირზე გასვლას, ასევე თვითონ ჟურნალისტებიც, ჟურნალისტთა კორპუსიც შეზღუდულია ამ მხრივ, შესაბამისად ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, მაგრამ აშკარაა, რომ საკმაოდ დიდი მსხვერპლია პროტესტში მოსახლეობის მიმართ და უდიდეს აგრესიას ამჟღავნებს რეჟიმი, რაც ალბათ ძნელი უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სისხლისღვრა ვერ შეაჩერებს მოსახლეობის პროტესტს. მოდი წინაპირობაზეც რომ ვისაუბროთ, რა გახდა იმისი მიზეზი, რომ ხალხი გამოსულიყო ქუჩაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვნახეთ პროტესტი 2017-ში, 18-ში, 20-ში, შემდეგ პერიოდშიც და ახლა. მიზეზი რა არის ამჟამად ამ გამოსვლის? კი, ცხადია, ეს ყველაზე დიდი პროტესტია იმ გასული წლებთან შედარებით. მაგრამ რა თქმა უნდა, პროტესტი სპონტანურად როგორც წესი არ იწყება, ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ზაფხულს იყო 12 დღიანი ომი, წერტილოვანი დარტყმებით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სხვა საბაბი ჰქონდა, არანაირი პროტესტთან და დემოკრატიულ პროცესებთან არ იყო კავშირში, ეს იყო მუქარები თვითონ ირანის მხრიდან ისრაელზე და ბირთვული არაღთან დაკავშირებით, სიღრმეებში ვარ წავიდეთ, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ მოხდა აბსოლუტურად გაკონტროლება, წაგებული ირანი აღმოჩნდა გაკონტროლებული, ერთგვარად, სპარსეთის ყურეში, ჩრდილოვანი ფლოტის ხედელობაში მაქვს ჩრდილოვანი ფლოტი, რითაც ახდენდა ნავთობის რეალიზებას. ამ ფლოტის ბლოკირებამ გამოიწვია ის, რომ გაჩერდა ათეულობით ნავთობგადამამუშავებელი წარმოება, შესაბამისად დაარტყა, როგორც ეს პირდაპირ აისახება ხოლმე ნედლეულით მოვაჭრე ქვეყნებზე და პირდაპირ დაარტყა რეალს, დაიწყო გაუფასურება და პროტესტამდე ეს იყო 40%. თუმცა წეღანაც ვთქვით, რომ პიკია, დღეს უკვე რასაც ვიგებთ ინფორმაციას, უკვე 60%-ია ინფლაცია და ის დაპირებული $7 ეკვივალენტი რეალებში, წარმოუდგენელი შეთავაზება და მცირება რეალურად მოსახლეობისთვის, რადგან თუნდაც აღებული ის მცირე მოვაჭრეები ფაქტიურად ხომ სოციალურ ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ გადაიზარდა თავისუფლებაში. იმ მცირე მოვაჭრეებს რაღაც დანაზოგიც რომ ჰქონდათ, ეს დანაზოგიც გაუუფასურდათ და დარჩნენ ნულზე პრაქტიკულად. პრაქტიკულად ნუ $1 იყო დაახლოებით 1,5 მილიონი რეალი. ეხლა უკვე 5 მილიონი. ეხლა უკვე 5 მილიონი. საინფორმაციო საშუალებებიდან ჩვენც ვიგებთ. ხო, ევროს ვეღარ იყიდიან, ევროსთან საერთგანულებულია. ალბათ. რა მოლოდინი გაქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მოდი რაღაცა სცენარზეც ვისაუბროთ, რა შეიძლება მოხდეს? აი პროცესებს რო ვაკვირდებოდით და უყურებთ, როგორ დაიწყო დინამიკა და სხვა შორის დაიწყო სპარსეთის ყურის ქალაქებიდან, მიმდებარე ქალაქებიდან, ერაყის მეზობლად, ქურთისტანი აქტიურად, ბელუჯისტანი აქტიურად
და ნენელა გადავიდა აღმოსავლეთისკენ. იყო ახალწლამდე, არც ჩანდა ახალწლამდე, რომ მაგალითად ავღანეთის მხარეს ეს უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილი ირანში პროტესტი არც კი შეინიშნებოდა, თუმცა სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც თურქმენეთსა და ავღანეთის სიახლოვეს მდებარეობს, პირველი ეს ქალაქი დაეცა. ანუ ელვისებურად გამithარდა მოვლენები. როგორც ჩანს, მოსახლეობაში ეს პროტესტის განცდა საკმაოდ დიდი იყო დაგროვილი სოციალურ ნიადაგზე, რასაც ემატებოდა წინა წლების ბრძოლა ამ თავისუფლებისთვის, განსაკუთრებით აქტიურები, როგორც აღმოჩნდა, მათ შორის ჩვენთანაც დედები და ქალბატონები აღმოჩნდნენ წინა ხაზზე და უკვე მათ იქცა ტრიგერია, სიხსნიან ჰიჯაბებს, წვავენ და ასე შემდეგ. სოფლის დაანახეს, რომ ეს ხალხი არაპირებს ისლამური წესებით ცხოვრებას შემდგომში. მოლოდინები ძალიან რთულია იმ ფონზე, როდესაც აქტიური სისხლისღვრა დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აიათოლამ არსებული ინფორმაციით შეიცვალა ლოკაცია და გადავიდა თეირანი დედაქალაქიდან სიახლოვეს, საიდანაც მართავს ამ პროცესებს თვითონ და მისი ერთგული ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი აქტიურად ამით იმართება. ეს გარკვეულწილად უკან დახევა, როდესაც გრავიტაციის ცენტრიდან გადიხარ. ასევე შეინიშნება რყევა ბასიჯებში. ბასიჯები მოიხსენებათ არიან ისლამური გუშაკთა კორპუსის, რევოლუციის გუშაკთა კორპუსის გასამხედროებული ქვედანაყოფები. სხვა შორის ძალიან წააგავენ ჩვენთან ტიტუშკებს, პირდაპირ შეიძლება შედარება, მაგრამ ესენი შედარებით დაბალ სოციალურ ფენაში დგანან და ცხადია, მათ პირველ ხაზშიც იყენებენ აი ამ შეტაკებების დროს და შეიმჩნევა რყევები მათ შორის, იმიტომ რომ იმდენად დიდია საპროტესტო ტალღა, რომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მეორე მხარეს საკუთარ ნათესავს ან მეგობარს ხედავდეს პროტესტის მხარეს. გარდა ამისა, მათაც შეეხოთ ძალიან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა პირველ რიგში აი ამ კრიზისმა და ეს სფეროა ფინანსური უზრუნველყოფის, რითაც აფინანსებს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსაც და ძირითად სამხედრო ამ გუშაკთა კორპუსს. ჩვენთვის ყველასთვის ვინც ერკვევა ირანთან დაკავშირებით და ვინც არ იცის, ალბათ რომ ფაქტიურად ორი გასამხედროებული, ორი ტიპის ჯარი ყავს. ერთი არის თავის დროზე ფეხლებების დროს შექმნილი ეროვნული გვარდია და მეორე უკვე რევოლუციის შემდეგ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი და მისი გასამხედროებული ნაწილი ბასიჯები. თავის დროზე დობა არ გამოუცხადა ერაყის ომის დროს, სხვათა შორის, ცოტა ახლოს გავაკეთებ ინფორმირებისთვის, აიათოლამ დობა არ გამოუცხადა ბოლომდე პრეზიდენტს, რომელიც იყო მთავარსარდალი, შეიქმნა გენერალური შტაბი სპეციალურად და გენერალურ შტაბში გაერთიანდა როგორც თავდაცვა არტეჩი, მოიხსენებენ როგორც არტეჩს, ასევე ქსირი. და უმაღლესი თავარსარდალი გახდა აიათოლა. ანუ პრეზიდენტს ფაქტიურად ეს ფუნქცია წაართვა და ფაქტიურად დაიმორჩილა. რატო დაგჭირდა ახლა ამისი ხაზგასმა? დღემდე მიუხედავად იმისა, რომ უკვე 14 იანვარია და ეს დეკემბრიდან მოყოლებული პროტესტი აღმავალი გზით მიდის, ეროვნული გვარდია მაინც იკავებს სტაბილურად ჩაურევლობის პოზიციას. ანალიტიკურ დონეზე და იმ ისტორიული მეხსიერებიდან, რაც მაგალითად ასევე არ ჩაერია ისლამური რევოლუციის დროს 79 წელს, როდესაც შაჰი ჩამოაგდეს, მაშინაც ესეთი ნეიტრალური პოლიტიკა დაიკავა. დღეს ეს ხაზი მიჩნეულია, რომ თუ კი
ჯარი გააგრძელებს ნეიტრალური პოლიტიკის დაკავებას და არ ჩაერევა დარბევებში, ამით ფაქტიურად რეჟიმს შესაძლებლობები უმცირდება და სტატისტიკური კვლევებითაც და ანალიტიკური კვლევებითაც ჩანს, რომ დღეს 50-დან 40%-მდე აქვს რეჟიმის შენარჩუნების შანსი ხომეინის და მის გუნდს. ანუ ჯარი არის ირანის სახელმწიფოებრიობის გარანტი. სახელმწიფოებრიობის გარანტი, თუმცა აი ეს ორმაგი სტანდარტი, რაც ვახსენეთ, ცოტა ისე აქვს გადანაწილებული საგარეო უკაცრავად საგარეო ოპერაციებს და ასე შემდეგ, გეგმას და ახორციელებს მათ შორის სადაზვერვოსაც ქსირი. მაგრამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე პასუხისმგებელია შეერაღებული ძალები, არტეჩი, ეროვნული გვარდია, ასე რამოდენიმე იმით მოიხსენიება. დგას სტაბილურად და თუ გადავავლებთ თვალს მათ განაცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ შემოიფარგნენ იმით, რომ ირანს შეუძლია დაიცვას თავი. აი ეს ანუ მიმომხილველებიც, ვინც ჩახედული არიან ირანის საკითხში, აღმოსავლეთმცოდნეები ამბობენ, რომ ხამენეის სისტემამ ამოწურა თავი მმართველობის ამ ფორმამ და რეალურად ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რაღაცა სერიოზული ძვრა და სერიოზული ცვლილება უნდა მოხდეს. რას უნდა ველოდოთ? ერთი თვითონ ირანში ამის შედეგად, აი ამ პროტესტის შედეგად და შემდეგი კითხვა ლოგიკურად როგორ ისახება ეს ყველაფერი რეგიონზე, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ. ჩვენც ვართ. როგორც წესი, ყოველგვარი ზედმეტი ოპტიმიზმის და ამის გარეშე ნებისმიერი რეჟიმი ამოწურვადია. რატომ? 45 წელი გავიდა, რაც თეოკრატიული სახელმწიფო გახდა ირანი. მიუხედავად ამ ხანგრძლივი პერიოდისა, ამ 45 წლის განმავლობაში არსებობს მოსახლეობის სფერო, რომელსაც ახსოვს ბევრად თავისუფალი ცხოვრება, ნაკლებ შეზღუდული და თავსმოხვეული ესეთი რელიგიური ცხოვრების წესებით და ასე შემდეგ. ამ ყველაფერსგან თავისუფალი ცხოვრება. და დღეს მივიღეთ ესეთი სოციუმი, ახალგაზრდა თაობა და წინა თაობა, რომელსაც ეს ახსოვს. ახალგაზრდა თაობა უყურებს და პრინციპში ძველი თაობაც უყურებს, რომ პირველი რეპროდუქცია, რომლებიც იყვნენ ეს იდეალისტები, სხვა შორის ძალიან წააგავან ბოლშევიკურ კომუნისტურ ყოფას, პირველი რეპროდუქცია იყო იდეალისტური მიდგომებით, მაგრამ ამ ადამიანებს ამ 45 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყავთ შვილები ისინი და ზედა ეშელონები, ანუ ეს მაღალი იერარქიის შვილები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ, ევროპულად ერთობიან, ბევრ დასავლურ სიკეთეებზე მიუწვდებათ ხელი, ამ დროს დანარჩენი ყველაფერი აკრძალულია ყველა დანარჩენისთვის. საშუალო და დაბალი ფენებისთვის. მაგრამ როგორც ეს რამები არ იჩენს ხოლმე, არ იმალება ხოლმე. სხვა შორის საბჭოთა კავშირს შევადარებთ ორივე რეჟიმია და ამიტომ არსებობდა ასეთი ტერმინი ბურჟუაზიის ფარული ხიბლი. აი ამ მეორე რეპროდუქციის შვილებში და თაობაში, რომლებიც ძალიან კარგად ხედავდნენ, რომ დასავლური ყოფა და ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე სადაც იყვნენ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს აქ. რაც შეეხება შემდეგ კითხვას, რას უნდა ველოდოთ? თუკი და მე მჯერა, რომ რეჟიმი ყველგან უნდა დამარცხდეს, რეჟიმებს დიდი შეიძლება რაღაც ხელოვნურად გახანგრძლივებული პერიოდები გქონდეთ, მაგრამ სამუდამო ვერც ერთი რეჟიმი ვერ იქნება. ირანის დემოკრატიზაციის შემთხვევაში რადიკალურად იცვლება ზოგადად სურათი. მოდი დავიწყოთ იქიდან, თუ მაგალითად მოხდება ისე, რომ აი ამ
უაზრო სისხლის ზღვრაში, არ მოხდება საგარეო ჩარევა, არ იქნება ზეწოლა და დარჩება ეს ხალხი საკუთარი რეჟიმის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში უკვე ვხედავთ, ათასობით ადამიანია დაღუპული, დახოცილი, ის კი არა წარმოუდგენელი რაღაც ხდება, დახოცილი ადამიანის ტყვის აქვია მასრის ფულს ახდებინებენ, რომ მიცვალებული წაიღო, წაასვენოს. ამ შემთხვევაში ირანი სრულად ჩაიკეტება რეჟიმის გამარჯვების შემთხვევაში და იქნება უფრო მეტი დიდი შავი ლაქა ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე დღეს როგორც ტერორისტების მხარდამჭერ, იქ ჰუსიტების, აქეთ უამრავი ჰეზბოლა, ჰამასი და ასე შემდეგ, ამას უფრო გაძლიერებული და რა თქმა უნდა, მხარდაჭერა რუსეთის მხარეს. იმიტომ რომ ესე თუ ავიღებთ რუკას გეოგრაფიულ ვერტიკალში, ეს მოსკოვი თეირანი პირდაპირ ხაზია. უფრო მეტი დაახლოვება და საერთო ხედვა ექნება ამ მიმართულებით. მაგრამ რეჟიმი როგორც თქვი, აუცილებლად უნდა დამარცხდეს, სადაც არ უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში რადიკალურად იცვლება ახლო აღმოსავლეთის სურათი. და რატომ? აი თუნდაც ავიღოთ ეკონომიკური ნაწილიდან დავიწყოთ. საკმაოდ საინტერესო გახდება სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე მარშრუტები, ეკონომიკური, სავაჭრო, ახალი მარშრუტების დამატება, თუ რეჟიმის გამარჯვების შემთხვევაში აი ამ დერეფანს შეექმნება პრობლემა, რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში ალტერნატივა ჩნდება. ალტერნატივა ჩნდება როგორც უჩნდება ზანგეზურის კორიდორსაც. მაგრამ იმდენად დიდი გამტარიანობა მოხდება ეკონომიკური, რომ აი ეს ჩვენთან რომ შიშები იყო ზანგეზურის კორიდორის შემდეგ საქართველოს რა ექნება. იმ ხელატვირთები ტურთბრუნვა გაიზრდება, ხო? გაიზარდოს, რომ ორივე კორიდორმა ვერც ზანგეზურმა და ვერც ბათუმი ფოთმა, ხო? ბათუმი ფოთი იქნება თუ რა წყულებიც იმედი არ უნდა აშენდეს და აუცილებელი ანაკლია. კი, საკმაოდ ანაკლია, კი. დატვირთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ძალიან მომგებიანია და ჩვენი როგორც დერეფნის ფუნქცია გაიზრდება საერთაშორისო მნიშვნელობა, ამ ხრივ ცალსახად ჩვენთვის მომგებიანია. მაგრამ რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში საფრთხე არათუ ანაკლია, ზანგეზურის კორიდორსაც შეექმნება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ფაქტიურად ნეიტრალურ ზონებში გადის და შესაბამისად გამარჯვებულის პოზიციიდან აიათოლას რეჟიმი რას ჩაიდეს, ცოტა შორეული ის არის, მაგრამ კაკს არაფერს არ უნდა ველოდეთ ამ ხრივ. სამხედრო პოლიტიკურ ნაწილში რას შეიძლება ველოდოთ? დამარცხებული აიათოლა აგერ უკვე ეხლა შეჩერებულია თუნდაც იმ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება რუსეთთან, რომელსაც აქტიურად იყენებს შაჰედები გულისხმობ. რა თქმა უნდა, უპილოტოები დღეს ბევრად იაფი საშუალება ბრძოლის ველზე და ახდენს ამ იაფი უპილოტოებით რუსეთი უკრაინის იმაზე ფრონტზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაღლას. მაგრამ ოდესაც არ იქნება ამდენი მოწოდება და ვეღარ შეძლებს ირანი ამდენი უპილოტოს მიმოწოდოს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა იმდენად ამოისუნთქებს, რომ ორიენტირებს გააკეთებს უკვე იმ ფრთოს არაკეთებზე, რომელთაც რუსეთი დღემდე მშვიდობიან მოსახლეობას საშინელებებს მართებს და სისხლის ზღვას ატრიალებს. ასევე ნატოს ნაწილში ვენესუელა, ირანი და რჩება რუსეთი მარტო, როდესაც უკონტროლო ნავთობი ვეღარ ხდება საერთაშორისო ვაჭრობაში. უკვე ფასების მდგენელი ხდება თუნდაც ოპეკი, თუნდაც დასავლეთი
საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთისთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როდესაც სუსტდება რეჟიმები სამხრეთით, სუსტდება ოკუპანტი, რა თქმა უნდა, ვართ სასახად მომგებიან პოზიციაში. ძალიან ისე ღმეში ვარ წავიდეთ, ესე მარტივად და გასაგებად რო თქვა. კიდე ერთი საკითხი, რომელიც მინდა აქ შემოვიტანო, ეს არის თვითონ ესეთი ერთ-ერთი საფრთხე, რახან პოლიტიკა, რახან რეჟიმი შეიძლება ჩამოიქცეს, არსებობს გარკვეული მოსაზრება რაღაც დეზინტეგრაციული პროცესის დაწყების შესახებაც ირანის. ხო, და ამ შემთხვევაში უბრალოდ მე მინდა რომ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარაუდი, ერთ-ერთი სცენარი, რაზეც საუბრობენ მიმოხილველებიც და ექსპერტებიც. მაგ შემთხვევაში რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს და ჩვენთვის რა შეიძლება შეიცვალოს? ნახეთ, ისეთი სიტუაცია ირანში, რომ თუნდაც სისხლში ჩახშობილი პროტესტი შეაჩერა რეჟიმმა და დროებით შეინარჩუნა ხელისუფლება. პროცესი წავიდა უკვე სხვა მიმართულებითაც. ცოტა შორიდან ვიტყვი 45-47 წლებში ესეთი რუკაც კი არსებობს და ეს მაშინდელი რეალური ფაქტია, როდესაც შეიქმნა მაშინაც ფაქტიურად მესამედი იყო და დღესაც აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა. აზერბაიჯანელები მოგეხსენებათ მესამედ ნაწილს შეადგენენ ეთნიკურ ნაწილს ირანის. აიათოლოს სხვა შორის აზერბაიჯანული წარმოშობის არის ხომეინი. ამავე პერიოდშია შექმნილი ირანის ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკაც. თუ გადავავლებთ თვალს რუკას და გეოგრაფიას, ქურთისტანი პირდაპირ ესაზღვრება ერაყის ქურთისტანს და სხვა შორის დღეს უკვე შეერაღებულ ამბოხზეა საუბარი 10 მილიონიანი მოსახლეობა, 10-12 მილიონი დაახლოებით, რომლებიც ერაყის ქურთისტანიდან მარაგდებიან ცეცხლსრული ერაყით. ეს უკვე სხვა მოვლენასთან არის საქმე, ეს არ არის პროტესტი, სოციალური ან თავისუფლების, ეს უკვე ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირებაც არის, თან ის ისტორიული მეხსიერება, რასაც შემთხვევით არ მოვიყვანეს ფაქტები, როდესაც სახელმწიფოების განცდა უჩნდება ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს და აქ საუბარია მილიონობით ადამიანზე და არა რაღაც 10,000-იან და 20,000-იან ეთნიკურ ჯგუფზე, რომელსაც შედარებით ნაკლები ხმა აქვს, როგორც წესი ხომ ასეთ დიდ სახელმწიფოებში. ბელუჯისტანი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ითქვას. ეს სამი ეთნოსი უკვე ავლენს ეთნიკურ, თუმცა აზერბაიჯანული ნაწილი, აზერბაიჯანს ეს არ აწყობს, იმიტომ რომ ცოტა სხვა პროცესებში შეიძლება წავიდეს და ახლა არ მინდა ამ სიღრმეში შესვლა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კვლევის საგანია თავრიზი, ჩრდილოეთ აზერბაიჯანი და მოხსენიებული და ამ შემდეგ ძალიან სიღრმისეული ამბავია. აი ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი, თუ ეს გაღვივდა, ეს რეჟიმისთვის იქნება მომაკვდინებელი. რაც თავარია, მოხდება წავა პროცესი იქითკენ, რომ დაიშალოს ირანი რამოდენიმე სახელმწიფოდ. ირანის დაშლა მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მისაღები არც დასავლეთისთვის, არც მისი უახლოესი მეზობლებისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოები კი არა და ავტონომიები თუ რაც შეიძლება დაერქვას, საკმაოდ რთული პროცესია საერთაშორისო ინტეგრაციაში ჩასართავად და მეტი კონტროლის მექანიზმები ირთვება ხოლმე. ქურთისტანთან დაკავშირებით რაც შეიძლება ვთქვათ, განსაკუთრებით არ შედის თურქეთის ინტერესში ირანის ქურთისტანის ესეთი ამბოხება და ხოთამ თქვათ, რომ თურქეთი დღემდე აწარმოებს ბრძოლას სირიის ტერიტორიაზე ქურთების წინააღმდეგ. საკუთარ ტერიტორიაზე ცოჯალანი დღემდე ციხეშია, ქურთმუშათა პარტია და ასე შემდეგ. კი, რაღაცა შედარებით დაალაგებულ პროცესად
ჩანს საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ეს რეალურად ეს პრობლემა აქვს და წარმოიდგინეთ ახლა თურქეთის ქურთისტანი, ირანის აჯანყებული ქურთისტანი, სირიის ეგრეთ წოდებული როჟავას ქურთისტანი, რომელიც ასადის წასვლის შემდეგაც ჯერ დღეს იქ დალაგებული და დამშვიდებული სიტუაცია არ არის და ყოველ მეორე დღეს სროლებია და ბრძოლებია და ერაყის ქურთისტანი, რომელიც ყველაზე მდიდარია ასევე ნავთობითა და გაზით და უკვე აქვს ავტონომია, ჰქონდა კულტურული ავტონომია, ახლა უკვე აქვს პოლიტიკური ავტონომიაც. ეს მოსახლეობა აი ასე ერთგანეთზე რომ წარმოვიდგინოთ 4 სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაახლოებით 40 მილიონი მოსახლეობა. 40 მილიონიანი მოსახლეობა 4 სახელმწიფოს შორის გადანაწილებული და გაჩნდა ერთიანი ქურთისტანის შექმნის იდეა რა შეიძლება დაუდგეს წინ? რა თქმა უნდა, ამიტომ რომ არ შედის არც ირანის უახლოეს სამეზობლოს ინტერესებში ამ პროცესების განვითარება, ასევე არ შედის დასავლეთის დიდი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თუ თუნდაც ისრაელის ინტერესებში, იმიტომ რომ სამეზობლოში დატრიალებული ცეცხლი და სისხლის ზღვრა ზოგადად დესტაბილიზაცია აფერხებს როგორც საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესს და ყველაფერს ერთად. აი, ეს იმდენად ცხელი თემაა ახლა, რომ არ მინდა კიდე ძალიან სიღრმეებში შევეც, იმიტომ რომ ვერ შევდივართ ამ ინფორმაციული ვაკუუმია და ხო, გიორგი თავს, იმიტომ რომ ერთია კონდეს რაღაც მოსაზრებები და შეიძლება ამის გაგრძელება, იმიტომ რომ არის წინა ინფორმაცია ცოდნების ის, როდესაც დახურულია საინფორმაციო ინფორმაცია არ გამოდის ფაქტიურად ძნელია ესეთი პირდაპირი შეფასებების გაკეთება ზოგადად ანალიზი მოგეხსენებათ უმადური ამბავია, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის არის რომ რაც შეიძლება გავეცნოთ რა პროცესები მიდის. კი, მესამე ქვეყანა აზერბაიჯანით გვესაზღვრება, ხო და სომხეთით, მაგრამ იმდენად ახლოს არის ირანი ტერიტორიულად ჩვენთან რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნამდვილად აისახება რაღაც ფორმით მაინც აისახება რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს რამოდენიმე საკითხსაც შეიძლება განვიხილავდეთ აი ხომ არ მოხდება ლტოლვილების საქართველოში ნაკადის იმიტომ რომ თუკი ხომეინის რეჟიმი გაიმარჯვებს ეს პროტესტში ჩამდგარი ადამიანებს გასაქცევი ექნებათ ჩვენ ნახეთ დღეს მაგალითად კადრებით ვრცელდება უკვე თურქეთში გააღწია ადამიანების ჯგუფმა ну გაერიდა სისხლის ზღვრას ახლა ყველა ვერ დადგება ის წინ ახლა ყველას ვერ მოსთხოვა ვაშკაცობაზე არც მოეთხოვა არავის მაგრამ ეს პრეცედენტი არის უკვე ჩვენ ტოლების ნაკაცხო არ მივიღებთ ასევე საკმაოდ ქართული ბაზარიც წილი ირანთან ვაჭრობის ქართულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა ის ირანული იაფი პროდუქცია, რომელიც შემოდიოდა თუ სამშენებლო ბიზნესში, თუნდაც კვების პროდუქტებში აღებული, ეს ნაწილი პირდაპირ აისახება. როდესაც საქართველოს გულისხმობ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ხარ, ესეთი რაღაცები პირდაპირ გიწყავს. ну შეიძლება არ იყოს ვაჭრობის წილი ისეთი მაღალი ირანის, მაგრამ ჩვენი ეკონომიკაც მოგეხსენებათ. არა, სამშენებლო ბიზნესში საკმაოდ დიდი წილი აქვს ირანს. ბიზნესში დიდი წილია, მე ამ წუთას ვამბობ პროდუქტების ნაწილში ძალიან გზნობიარია ჩვენი ბაზარი ასეთი დარტყმების წინაშე. ეს ახალი ამბავი არ არის, პირდაპირ ისახება დახლზე ასეთი რამე. კეთილი, ვანო, დიდი მადლობა, დავაკვირდეთ მოვლენებს და დაგიბრუნდებით სიახლეებით. მადლობა თქვენ შეძლებლობისთვის.